ზვიად რატიანს ბრალს დღეს წაუყენებენ მას ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციაზე თავდასხმას ედავება. პოეტი 23 ივნის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ იგი პოლიციას თავს დაესხა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება საგამოძიებო ორგანოს რატიანის წინააღმდეგ, რომელიც რეჟიმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ლიზი ბეკუა გვერდდება პირდაპირ ეთერში, ლიზი გისმენთ. გიორგი, რა მტკიცებულებები დევს პოეტ ზვიად რატიანის წინააღმდეგ საქმეში? ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან მის უფლებადამცველებს ამ დრომდე არ გადმოსცემიათ საქმის მასალები. შესაბამისად, ისინი ჩვენთან საუბრისას ვერ აკონკრეტებენ თუ კონკრეტულად რომელ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან პოეტს. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ბრალი ზვიად რატიანს დღეს უნდა წარუდგინონ. უფლებადამცველები ამ ყველაფერს ელოდებიან დილის საათებიდან, თუმცა გამომძიებელი ჯერჯერობით არ შესულა პოეტთან და ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. მისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს ბრალის წარდგენის შემდეგ და როგორც უფლებადამცველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვისას მას პატიმრობას შეუფარდებენ და ეს იქნება სწორედ პროკურატურის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ დღეს სასამართლოს ხტომა ჩაინიშნება. დღეს წარუდგენენ ბრალს ზვიად რატიანს, როგორც ვიცით, მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 ყრმამუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ჩვენ უახლოეს საათებში გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გვექნება მათ შესწავლის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა განმარტოთ, თქვათ, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ამ საქმეში. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების სხდომას, სავარაუდოდ დღეს ამხვალ იქნება სხდომა. ჯერჯერობით უცნობია საქმის დეტალები, მათ შორის ვინ არის ამ საქმეზე დაზრალულად ცნობილი პირი, ანუ ის პოლიციის ის თანამშრომელი, რომელზე თავდასხმასაც ედავებიან ზვიად რატიანს. ზვიად რატიანის საქმეზე ამ დრომდე გამოძიებას ჩვენთვის არ გადმოუცია საქმის მასალები და ყოველ წუთიერ რეჟიმში ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას. შესაბამისად დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ გაწვდით, ასევე მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით, რომ ბრალი უნდა წარედგინოს ზვიად რატიანს და არც დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რა იქნება ეს ბრალი და ასევე მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით, რომ დღეს მიმართავს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლით და ბუნებრივია გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას. ზვიად რატიანის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, ის დიღმის მთავარ სამმართველოში არის გადაყვანილი, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უნდა ჩაინიშნოს დღეს მისი სასამართლო პროცესიც, სადაც გავიგებთ, დატოვებენ თუ არა მას პატიმრობაში, მანამ სანამ საქმის მეტი დეტალი გახდება ცნობილი.